მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიკოშვილი ვარ, ეს კი კრევის სამყაროს ახალი, ძალიან მაგარი და საინტერესო ეპიზოდია. როგორც ხედავთ, ვიმყოფები არაჩვეულებრივ ადგილას, ჩვენ ვართ შვეიცარიაში, ქალაქ მონტროში, სადაც ორი ქართველი მოკრივე მიიღებს მონაწილეობას საკრივო შოუში. ეს მოკრივეები არიან ლუკა ბარნოვი და ხვიჩა ფუტკარაძე. ორივე ეს მოკრივე გამოირჩევა თავისი ბრძოლის უნარიანობით, თუ კი ლუკასთვის ეს მეორე გასვლა საზღვარგარეთ, ხვიჩასთვის ეს არის სადებიუტო ბრძოლა უცხოეთში. შესაბამისად, ორივე მათგანი არის ძალიან მოტივირებული, ძალიან მონდომებული, კარგი მზადება აქვს გავლილი და მზად არიან მიიღონ ეს გამოწვევა და ქართული კრევის ძალა აჩვენონ შვეიცარიელ გულშემატკივარს. რაც შეეხება აქაურობას, როგორც ხედავთ, გარემო არის არაჩვეულებრივი, მონტრო მდებარეობს ჟენევის ტბის სანაპიროზე, გარშემო შემორტყმულია მთებით. არის არაჩვეულებრივი ბუნება, არაჩვეულებრივი გარემო, ძალიან კარგი მასპინძლები ყავს და ვაყოფილები ვართ მოკლედ. თუმცა თქვენ ამ ვიდეო ბლოგში აუცილებლად ნახავთ ჩვენი მოგზაურობის და ჩვენი ასპარეზობის ყველა დეტალს ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ზუსტად ისე როგორც არის. ამიტომ აუცილებლად უნდა გთხოვთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, დაალაიქოთ, გააზიაროთ სოციალურ ქსელებში, გაგვიტოვეთ კომენტარები, აუცილებლად მოიწონეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia. ასევე Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო, სადაც არაერთი ძალიან მაგარი ვიდეო გელით, როგორც ქართული, ასევე სოფლიო კრევის შესახებ. ახლა კი წავიდეთ და თავიდან ბოლომდე ნახოთ ჩვენი მოგზაურობისა და ასპარეზობის ყველა დეტალი. ყველაფერი საინტერესო წინგველის, ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდი შემართებით, ძალიან დიდი მონდომებით, ორივე ეს მოკრივე ახალბედა მოკრივეა შეიძლება ითქვას, არ აქვს ბევრი ბრძოლები, მეორე დასვლა ლუკა ბარნოვისთვის, პირველი დასვლა ხვიჩა ფუტკარაძისთვის. თუმცა ძალიან დიდი შემართებით მივდივართ და ვნახოთ რა გველის წინ. ჩვენს ვიდეო ბლოგში ყველაფერს ნახავთ ზუსტად ისე როგორც ხდება ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ასე რომ ძალიან ცოცხალი, ძალიან მაგარი ვიდეო ბლოგი გელით წინ. აი ესე დაიძრა ჩვენი გუნდი პირდაპირ შვეიცარიისკენ. უბრალოდ პირდაპირ ვერა, ჯერ სტამბულში და მერე შვეიცარია. მაგრა გვეძინება. დაღლილები ვართ. მაგრამ რას ვიზავთ? სვანაერად არ გამოდის. ჩავალთ და დავისვენებთ. აი, გამის 5 საათზე ესეთი განწყობით. გვეძინებენ. ეგ არაფერი. აბა წავედით და ვნახოთ რა გველის წინ. აეროპორტში, როგორც ყოველთვის ბევრი ხალხია, ჩამოვაღწიეთ. გვაქვს სადღაც საათნახევარი გადაჯდომისთვის და ვეცდებით რომ დავისვენოთ ცოტა. თეთრნავში რთული იყო ნამდვილად. დანარჩენი როგორც ყოველთვის ვნახოთ. ვცდილობთ შევინარჩუნოთ განწყობა. აი ჟენევაც ჩამოვედით. დაღლილები, გასავათებულები, რუბლიანი და ნახევარმზიანი ამინდია შვეიცარიაში. გავვილთ ახლა პასპორტ კონტროლს, იმედია დროულად დაგვხვდებიან ჩვენი მასპინძლები და დროულად წაგვიყვანენ საბოლოო დანიშნულების ადგილს. ხასიათს ვინარჩუნებთ ყველაფრის მიუხედავად. აი, მოვიდა ჩვენი მასპინძელი დაგვხვდა და მივემართებით საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ. წინგველის 1 საათიანი მოგზაურობა, საკმაოდ საინტერესო და ყოველთვის მიხარია შვეიცარიაში ჩამოსვლა, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ლამაზია ქალაქიც, გარემოც, ხედებიც. თვითონ მონტრო, სადაც ჩვენ მივდივართ, ასევე ძალიან კარგი ქალაქია, რამდენადაც წინასწარ შევამოწმე, ძალიან ლამაზი, კარგ ადგილას და დარწმუნებული ვარ, გზაშიც საინტერესო ხედები გვექნება. ასე რომ ვნახოთ.
აი ესე მეგობრებო, ჩამოვედით მონტროში. აი ეს უკან არის ჩვენი სასტუმრო და აი აქ არის ის კაზინო, აი ეს სადაც შედგება ჩვენი ბრძოლები ხვალ. ცოტა დავისვენეთ დაახლოებით 2 საათი, 2 საათზე ცოტა მეტი. ჩამოსვლის შემდეგ და ეხლა მივდივართ წონის ჩასაბარებლად. ჩავაბარებ წონას და ზადვარ დრო ვიჩხუბოთ და ზადვარ მოგებისთვის. განწყობა თქვენთან ხედავთ, წონა მე მგონი ნაკლებებიც ვიქნებით, ეგრეთ წოდებული ზაპასებით. ჩავაბარებთ და დანარჩენი მე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ჭამა გვინდა და როგორც შეგვიძლია გვაჭმევენ კიდეც. ყველაფერი კარგად მიდის დანარჩენი, მშვენიერი, ძალიან მაგარი ადგილია. და გეგმებით დავსახეთ რომ ხვალ გავისეირნოთ და დავათვალიეროთ. აი ესეთი ტბის პირას მთებში არის გაშენებული ეს მართლაც შესანიშნავი ქალაქი. წავედით. უნდა ჩავაბარეთ და სამედიცინო შემოწმებაც გავიარეთ. ნუ შემოგვედავნენ ლუკას წონაზე გაურკვეველი მიზეზების გამო, ჩვენ რაც ვიცოდით იმას დეჟე ნაკლები ჩავაბარეთ, მაგრამ ესენი გვეუბნებოდნენ კიდევ უფრო ნაკლებიო, თუმცა საბოლოოდ გვაპატიეს. ხუჭა პირიქით, როგორც ვივარაუდეთ რეზერვებით არის წარმოდგენილი, გამოშრა კაციც არის წყვილდა თვალებია დარჩენილი. ცოტა დარჩა ჩავაბარაჯიგერმა. ცოტა დარჩა ხუჭა, მაგრამ ეხლა პირდებიან რომ გვაჭმევენ და აბა წავიდეთ ეხლა ჭამოთ რა. აი ესეთი გარემოა ჩვენს კაზინოში კიდევ.
და კიდე ერთი რაც უნდა აღვნიშნო ამ კაზინოში მოხუცებები თამაშობენ სულ ქალბატონები ზიან 70 წლის 80 წლის და ძირითადი მასა არის ეგენი არის ქართულ ბებოებსაც უყვართ ნეტა თამაში რა დილა თენდება აი ესეთი შვენიერი დილა გათენდა მონტროში ძალიან მაგარი და გაისაჭველი იყო დილას ვისაუზმეთ გემრიელად კარგად და ვაპირებთ ახლა ცოტა გარსეირნებას ამ ქალაქის ქუჩებში კარგ სასტუმროში ვართ კარგად დილას არის კარგი ხედები გვაქვს ბაც ჩანს და ეკლესიებიც და მთებით და ახლა უბრალოდ გავივლით ცოტას კიდევ დავათვალიერებთ მერე გვექნება ლანჩი და მერე კიდე ძალიან ბევრი დრო გვექნება და კიდე საფუძვლიანად ვისეირნებთ მე მგონი ამ ქალაქის ქუჩებში. სხვა ყველაფერი ბიჭები კარგად არიან. ზოლის შემართება კარგი აქვთ. არაფერი არ აწუხებთ, რა ვიცი, რა შეიძლება შეგვაწუხოს. სტაბილურად კარგად მიდის ჩვენი მოგზაურობა და ასპარეზობისთვის ვემზადებით. ეხლა ვნახოთ დღეს რას ვნახავთ. ვეცდები რომ ბიჭებთან ჩავწერო პატარა ინტერვიუებიც, ახლა სადმე კარგ ადგილას შევარჩევთ და ყველაფერს გაჩვენებთ. წავიდეთ. მოკლედ მეგობრებო, ძალიან მაგარ ადგილზე ვართ. ამოვედით ერთ-ერთი მთის ფერდობზე, სადაც არის ეკლესია. ვსეირნობთ და მართლაც საოცარი ადგილია. გარშემო არის უზარმაზარი მთები, ჟენევის ტბა, შუაში ძალიან დიდი და ლამაზი ტბა და ფერდობებზე გაშენებული ვაზი, ყურძენი და ულამაზესი ადგილია ყველანაირად. მართლაც საოცარია, შვეიცარია. ახლა კი ვეცდები გავესაუბრო ჩვენს მოკრივეებს, როგორი განწყობა აქვთ, როგორ ხასიათზე არიან. ლუკა ბარნოვი კრივის კლუბ მგლებს წარმოადგენს, ბატონ მიხეილ ბაკაშვილთან ვარჯიშობს. ლუკა, უკვე მეორედ ხარ შენ გასვლითი ბრძოლა ევროპაში, მეორე ბრძოლაა შენი, ძალიან გამოცდილება ძალიან დიდი არ გაქვს, თუმცა გარკვეულ გამოცდილებას შენ უკვე შეიძინე. როგორ ხარ მომზადებული ამ ბრძოლისთვის, როგორი განწყობით ხარ და რას ფიქრობ, რასელი ხვალინდელი ბრძოლისგან? კი არა და დღევანდელი. მივესალმები ჩვენ ძირფას მაყურებელს, გამარჯობა ყველას. რავი, ძალიან კაი შემართებით ვარ, ძალიან ლამაზი ქალაქი არის პირველ რიგში. რავი, ჩემი მაქსიმუმს ვეცდები და ბოლომდე უნდა ვიჩხუბო, ბოლომდე ჩემი მაქსიმუმს ჩავდებ და ბოლომდე შევეცდები რომ მოვიგო. არა მარტო ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩემი ძირფას მაყურებლებისთვის. ლუკა, გუშინ შევხვდით ჩვენ შენს მეტოქეს აწონვებზე, ჩახედე ასე ვთქვათ თვალებში. როგორ შეაფასებ შენ მეტოქეს? ახლა შევხედეთ რომ შენზე დაბალია ტანით, დღეს თუ არ გაიზარდა რინგზე. დანარჩენი როგორი გეგმა გაქვს, როგორი სტრატეგია გაქვს, რას ფიქრობ, როგორი ბრძოლა იქნება საღამოს? საკმაოდ კაი და სანახაობრივი ბრძოლა იქნება. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ დიდი პატივისცემა ჩემო წინააღმდეგეს, ძალიან ზრდილობიანი მოწინააღმდეგე მყავს. არაფერი არ შეშლია. რაც მთავარია, ჟილკიანია, დუხიანი არის და რავი.
მე ვფიქრობ, ბრძოლა იქნება ოდნავ შორიდან, იმიტომ რომ ჩემზე დაბალი არის და დისტანციიდან ვეჩვევები უფრო რა. ხო, შენი გეგმა გასაგებია, შენზე დაბალია, დისტანცია უნდა დაიჭირო. თუმცა კიდევ ერთი საკითხი რაც მექნება შენთან, უშუალოდ სუფთა საკრივო, ეს არის, რომ შენ კარიერა დაიწყეს რაღაც 53 კილოგრამში იჩხუბე პირველი ბრძოლა. ეხლა საკმაოდ მაღალ წონაში გიწევს შენთვის ასპარეზობა, თუმცა გააქვს მაღალ წონაშიც ასპარეზობის გამოცდილება. ეს ხო არ შეგიქმნის შენ რაიმე დისკომფორტს რინგზე? არანაირ სირთულეს და არანაირ დისკომფორტს არ შემიშლის 62 წონაში მიჩხუბი აქვს. და ეხაც ვაპირებ ჩხუბს და რავი, დარჩენი ბრძოლა როგორ იქნება რა და რანაირად ღმერთის ნება არის რა. რინგზე უნდა ვნახოთ ყველაფერი, ძირითადი რაც არის. დარჩენს ბრძოლის დინება გვიჩვენებს. და კიდე ერთი საკითხი, ზოგადად რამდენი ხანია რაც კრივში ვარჯიშობ, რას ნიშნავს, ვიცი რომ ტრავმა ჰქონდა ბოლო პერიოდში, ტრავმაც მოირჩინე, ჩაატარე ერთი ბრძოლა საქართველოში ტრავმის მერე. ზოგადად რას ნიშნავს შენთვის კრივი, რას ნიშნავს მოკრივეობა, რატომ ხარ მოკრივე? რავი, ზოგადად ჩემთვის კრივი ყველაფერი არის რა, ძალიან ლამაზი სპორტი არის პირველ რიგში და რავი, აი ძალიან კაი სპორტი არის რა. კრივი კიდე ჩემთვის ყველაფერი არის, რიგზე ხა თავს რავი, ძალიან მაგრად ვსწრაფ, როგორც თევზი წყალში ხა. როგორც თევზი წყალში არის, ისე არის რიგი ჩემთვის რა, კრივი და ასე შემდეგ. ეს არის სიყვარული სპორტის კრივის, რომელსაც არ გაქვს, არ გაქვს ადამიანს და რახან შენ ეს სიყვარული გაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ისი ამოუნე პირველ რიგში საკუთარი ორთაბრძოლით და დანარჩენი უკვე მართლა შენი არ იყოს ღვთისნება და პირველ რიგში დისციპლინა არის. რა თქმა უნდა. მინდა გისურვო წარმატებები და ველით საღამოს ძალიან მაგარ ბრძოლას. ლუკა ბარნოვი საღამოს დიდ ბრძოლას გვპირდება. აბა ვნახოთ, წარმატებები. დანარჩენი როეცება იქნება ყველაფერი. დანარჩენი გამოჩნდება რინგზე. კი ბატონო. და ძვირფასო გულშემატკივრებო, ჩვენი მეორე მოკრივე, ეს არის ხვიჩა ფუტკარაძე. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა წლოვანებით არ არის პატარა, ასე რომ ვთქვათ, 30 წელს გადაცდა, მაგრამ მისი პირველი გასვლითი ბრძოლაა ევროპაში. ზოგადადაც მესამე ბრძოლაა პროფესიონალური კრივის რინგზე. ხვიჩა, შენ თვითონ რა სიტყვი, როგორ ხარ მომზადებული, როგორ გრძნობ თავს და სადებიუტო გასვლით ბრძოლაში რა შეგიძლია შეპირდე მაყურებელს? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. რაც შეეხება ბრძოლას, ძალიან ბევრი ვიშრომეს, ანუ წამოვიდოდი აქ, ვიცოდი რომ დამირეკავდით და მეტყოდით. რავი, ყველაფერი ჩავდი თუ რამე შემეძლო რა. დღე და ღამე ვარჯიშობდი და ვშრომობდი და. რაც შეეხება ბრძოლას, შევხვდი ჩემს მეტოქეს. კარგი ბიჭია, ზდილობიანი ბიჭი. ისიც კარგად არის როგორც ჩანს ფიზიკურად მომზადებული და რავი, გავაკეთებ მაქსიმალურს, რომ მოვიგო რა, მოსაგებად ვარ ჩამოსული და ნახოთ. დანარჩენი რინგი გვეტყვის რა. ხვიჩა, შენ მეტოქეს შევხედეთ, მართლაც შენ აღნიშნე, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ჩანს. ერთი რაც არის შესამჩნევი, პირველად რაც შთაბეჭდილება შეგვიძლია შევიქმნათ ახლა რინგზე რა ისე არის, მაღალია შენზე ფიზიკურად. ეს სიმაღლე ხო არ იქნება შენთვის რაიმე დისკომფორტი და როგორ აპირებ ზოგადად რა სტრატეგიით, რა ტაქტიკით აპირებ ბრძოლას რინგზე? ნუ ეხლა სიმაღლეც რაც შეეხება, სპარინგებზე რო გავდიოდი, ჩემი ვინც არის ტრენერი, მაღალია ჩემზე ბევრად და ყოველთვის ვცდილობ რომ ანუ ახლოდან შევიდე და ახლოს შევიდე რა და ვიბრძოლე და დისტანციურადაც შემიძლია ბრძოლა და უფრო ვფიქრობ რომ ახლოდან. ანუ ბევრად უკეთესად გამოვა რა. ხო, ლოგიკურია რომ ახლო ბრძოლაში შევიდეთ მაქსიმალურად გადახრებით და იმიტომ რომ ეს სიმაღლეში ექნება უპირატესობა და შორიდან ხელი თუ გავაშლევინეთ არ ამგონია ჩვენთვის სასიკეთოდ წამოვიდეს ეგ ამბავი. ხვიჩა, მაყურებელს ვეტყვი, რომ ხვიჩა ფუტკარაძე წლების განმავლობაში ვარჯიშობდა და დიდი სურვილი ჰქონდა პროფესიონალური კრივის რინგზე დამდგარიყო, აი 2025 წლიდან მოვიდა ეს ნანატრი დრო. ჩემი ოცნება იყო რომ ავსულიყავი რინგზე რა. კი, გავიდა რინგზე და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარ ბიჭებთან ძალიან მაგარი ბრძოლები გამართა ხვიჩა ფუტკარაძემ საქართველოში. ხვიჩა, რას ნიშნავს შენთვის მოკრივეობა? გითხარი შენი განვლიგზის შესახებ, რატომ ხარ მოკრივე და აი ესე ჯიუტად მაინც რატომ მიდიოდი, რომ პროფესიონალური კრივის რინგზე დამდგარიყავი? აი, ბავშვობიდან რა ჩვენთან ძალიან გაჭირვება იყო ეს პერიოდი, როცა ბავშვი ვიყავი ჩვენ სოფელში და არ იყო რა საშუალება სადმე რომ შევსულიყავი თან ანუ კლუბში სადმე რომ მიგვეღო მონაწილეობა და მე რაღაც პერიოდი მომიწია რომ ჩემთვის ვიკერავდი ხელთან თემს არც მაგის საშუალება არ იყო ჩვენთვის ვაკეთებდი სპეშუკებს და ვარჯიშობდი რა ჩვენთვის რა დავრბოდი ხოლმე ბავშვობიდან და მე ისე მოხდა რომ საზღვარგარეთ მომიწია წასვლა და სტამბულში რომ ჩავედი ეს ჩემი ოცნება ავისრულე რა შევედი მე დავიწყე ვარჯიშები და თან კი რა თქმა უნდა
ვიპოვე კარგი ტრენერი, ვემზადებოდი ყველაფერი და რავი, ესე ვარჯიშობდი ხოლმე, ყოველ დილით მივდიოდი სავარჯიშოდ, ვარჯიშის მერე მივდიოდი სამსახურში, შრომობდი, მოვდიოდი და ეს დავდიოდი რა, ვემზადებოდი. მე რაღაც დრო გავიდა და ჩამოვედი 1-8 წელი გავიდა საქართველოში. ხა დავოცნებოდი რომ მოხდარ ვიყავი რინგზე და მოხდა ეს ოცნება ამისრულდა და მოხდი კიდეც რა. აი ეს არის, როდესაც გაქვს მართლაც ადამიანს ძალიან დიდი სურვილი, ძალიან დიდი სიყვარული შენი საქმის, რაც გიყვარს ქსიამოვნებს, დარწმუნებული ვარ, რომ მიაღწევ მაინც შედეგს და შენთვის პირველ რიგში უკვე შემდგარი ფაქტია წარმატება, გამომდინარე იქიდან, რომ შენ შეძელი და დადექი პროფესიონალური კრივის რინგზე, ჩაატარე მაგარი ბრძოლები, მიაღწიე გამარჯვებებს და აი ახლა უკვე გასვლითი ბრძოლა გაქვს. სხვის რინგზე შენ ქართული რინგი გამოცადე, გასვლითი ბრძოლაში სხვის რინგზე რო ხარ, ეს ხوار იმოქმედებს შენზე რაღაცნაირად და ხო არ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი. არა, პირიქით ეხა უფრო შვიდად ვარ, ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე მაშინ პირველად რომ გავუვიდი მართლა ძალიან ნერვიულოდი და ვაფშე სხვა იყო რინგი, მაგრამ ეხა რაღაც მივეჩვიე უფრო რა. ანუ ბევრად თავისუფლად ვიყავი, ხა გუში წონას რო აბარებდი, რავი, ბევრად თავისუფალი ვიყავი და მინდა რომ გავიდე და ვიჩხუბო რა და გავაკეთო ის, ანუ რის გაკეთებაც მინდა. მინდა გისურვო წარმატებები ხვიჩა, მართლაც შენი შემართებით დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მიაღწევ და ასევე მინდა ბოლოს გითხრა შენი შთაბეჭდილება შვეიცარიაზე, აქაურობაზე, სადაც ვარ, სადაც მოხვდით. იმიტომ რომ შენ პირველად ხარ შვეიცარიაში და მაინტერესებს როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს შენზე ეს ქვეყანა. კი, შვეიცარია არის ძალიან ლამაზი ქალაქი, ძალიან მოწესრიგებული, ხალხი ძალიან მოწესრიგებული და ყველა, რავი, კანონის მხრივ იქნება თუ რა იქნება, დაცულია ყველაფერი. უბრალოდ ზებრაზე რომ უნდა გადახვიდე, გიჩერებენ მანქანას და უნდა გადახვიდე შენ. და რავი, რასაც უყურებ, ძალიან სუფთა ქალაქია რა. აი ნაგავს ვერ ნახავ ერთსა და ვერაფერს. რა მოწესრიგებულია ყველაფერი, ძალიან მომეწონა და ულამაზესი ქალაქია. კმაყოფილი ვარ ყველაფრით. მინდა გისურვო წარმატებები შენც და ნახოთ, მეგობრებო, როგორც უკვე გითხარით, ვაპირებთ ვიომოთ რინგზე, საღამოს, დანარჩენს თქვენთან ნახავთ ჩვენს ვიდეო ბლოგში. ასე რომ არ მთავრდება ჩვენი მოკლედ მოგზაურობა, ჩვენ ახლა აქ თაზე ვართ ამოსულები, დავეშვებით ტბისკენ და კიდე ბევრ ამას გაჩვენებთ, ასე რომ გამოგხევით. აი მეგობრებო, მართლაც საოცარ ადგილზე ვართ და ეხლა ვნახეთ, აი ეს ციხესიმაგრე, აი ეს შალონის ციხე და მართლაც რა ვიცი, ზღაპრული ადგილია. საოცარი ადგილია, შვეიცარია, აი თქვენ უკან მთებს ხედავთ, აქეთ ტბა, იქეთ ციხესიმაგრე და აი აქ ვენახები. მთის ფერდობებზე ძალიან მოვლილი, ულამაზესი, გულს რომ გაუხარდება, ისეთი ვენახებია. და არის რაც მთავარია საოცარი გარემო. მართლაც ზღაპარია შვეიცარია, არ უნდა ბევრი ქება ალბათ შემგან. ბევრი ხართ ნამყოფი, ბევრ მაიცით, მაგრამ მეც შემიძლია დავადასტურო, რომ აი ესეთი მაგარი ადგილი, ესეთი მაგარი ქვეყანა და აი ეს მონტრო, სადაც ვართ, მართლაც გამორჩეულია, იმიტომ რომ ყველაფერს შეხვდები, რაც შვეიცარიაში უნდა ნახო.
აი ესეთი დიდებული და საოცარი ხედებით. რაც შეეხება ახლა ჩვენს გეგმებს, ბევრი ვიარეთ, მთაზე წავედით, ჩამოვედით. ყველგან ვიყავით, რაც სანახავი იყო ერთ ფლანგზე. ასე ვთქვათ, ნახეთ და ახლა მივდივართ უკვე არის ლანჩის დრო, მივიჩქარით. გუშინ სადაც ვიყავით, იგივე რესტორანში ლანჩი გველოდება. ლანჩის შემდეგ გვექნება კიდევ საკმაოდ დრო დასასვენებლად და ძალების აღსადგენად, რაც თავარია, მაყოფილები ვართ, ბედნიერები ვართ, მე მგონი. აი ამ მართლა ჩვენი შესანიშნავი მოგზაურობით, ყველაფერი გადავიღეთ, ნაწილობრივად გაჩვენეთ, კიდევ უფრო მეტი ძნელი აღბეჭდო ვიდეოების სახით ადგილზე უნდა ნახოთ ეს ყველაფერი და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი ტურისტია ამ ქალაქში, ტურისტული ადგილია და გირჩევთ, ნახეთ შვეიცარია, ნახეთ მონტრო და რაც მთავარია, გამოიწერეთ YouTube-ის არხი Boxing George, ასევე Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო, სადაც გელით უნიკალური კონტენტი ქართველი მოკრევების შესახებ. წავედით ბიჭებო. აი მეგობრებო, მინდა გაჩვენოთ შვეიცარიული ვენახები. აი ესეთ ფერდობზე და თავზე არის ესეთი შატო და საოცარი ვენახებია. ძალიან დიდ ფართობებზე. ასე რომ ფერდობზე მზის მხარეს გაშენებული შვენიერი ვენახი. ქართულ კაცს კიდე ვენახს რო დაინახავს, გული სხვანაირად უჩქროლდება და კიდევ ერთი პლუსი შვეიცარიას. ესე დაამგვარად მე და ჩემი გუნდი მზად ვართ და მივდივართ ახლა ბრძოლებისკენ, ბრძოლის დროა დაწყებულია უпростоრად კაზინოში ბრძოლები და ჯერ მიდის სამოყვარულო კრევის ბრძოლები, როგორც ყოველთვის და ახლა მერე უკვე დაიწყება ჩვენი ბრძოლა, თუმცა მანამდე კაზინოს წინ მე მგონი ჩხუბია. აი აქ ვიჩხუბებთ ჩვენც. ნახოთ რა იქნება. De ce combat, je demande à Jules. ასე მეგობრებო, უკვე მოსულები ვართ, ბიჭებს ხელზე დავახვიე და მიდის გახურების პროცესი. სულ მალე გავალთ რინგზე, შესანიშნავი განწყობით ვართ, დარწმუნებული ვარ, რაც შეგვიძლია მაქსიმუმს დავდებთ. დანარჩენი უკვე ვნახოთ. ბიჭები არიან საოცარი განწყობაზე, კარგ ფორმაში, არაფერი გვაწუხებს და ყველაფერი ჩვენს ხელშია.
représente la Suisse, il a fait. არ გაჩერდე ერთ ადგილას. კაი ბიჭი ხარ.